მოგესალმებით, გამარჯობათ მეგობრებო. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ქართველი კიევ-პეჩორის ლავრიდან, სამონასტრო კომპლექსიდან რუსი მღვდლების გაძევებას ეძახის რაღაცა არაქრისტიანულ საქციელად მიიჩნევს. მოდი თავიდან ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ მორწმუნე კატეგორია ადამიანების ხო, ძირითადად ესე ფიქრობთ, რომ ცხოვრობთ აპოკალიფსურ პერიოდში. დიახ, ეს ასეა. ჩვენ ცხოვრობთ ბოლო ჟამის პერიოდში. თუმცა ბოლო ჟამი არ დაწყებულა ახლა. ბოლო ჟამი დაიწყო ქრისტეს პირველი მოსვლიდან მეორე მოსვლამდე. აი ამ პერიოდს ქვია ბოლო ჟამი. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ კულმინაციის პერიოდში. და თუ ვაღიარებთ, რომ ცხოვრობთ აპოკალიფსურ დროს, მაშინ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი. ან გაჩუმება არ შეიძლება. ბოროტებას უნდა დაერქვას, ეს არის ბოროტება და სიკეთეს უნდა ითქვას, რომ ეს არის სიკეთე. წმინდა წერილში წერია სხვათა შორის, რომ ვაი მას, ვინც სიკეთეს ბოროტებას ეძახის და ბოროტებას სიკეთეს. ვაი მას. ეს რას ნიშნავს, ეს ცალკე სასაუბრო თემაა კიდევ. სანამ კიევ-პეჩორის საკითხზე ჩემ აზრს გეტყვით, მოკლედ შევეცდები, რა თქმა უნდა, მანამდე გეტყვით, რომ ადამიანებს აქვს ორნაირი ხედვა აქვთ. ერთი არის ის, რომ მატერიალური თვალით ხედავს ადამიანი, მოვლენებს, საგნებს, ფერებს, აღიქვამს, ხო, ხედავს უბრალოდ. მაგრამ არსებობს მეორე ხედვა, სულის ხედვა. ანუ სულის მეშვეობით აძლევს შენ მოტივაციას, არქმევს სახელებს ბოროტებას და სიკეთეს, ასე ვთქვათ. განარჩევ ბოროტებას და სიკეთეს, ხო? ეს არის უკვდავი სული, რაც შთაბერა ღმერთმა მას შემდეგ, რაც შექმნა ადამიანი, თავის ხატად და მსგავსად შექმნილია ადამიანში სული, უკვდავი სული. მაგრამ დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ცოდვილი სული და რაც უფრო მეტად არის ის დაცემული და მანკიერებით და ასე ვთქვათ, ამპარტავნებით, ის უფრო ხედავს დამახინჯებით. ასე რომ ადამიანი, რომელიც ქართველზე მე საუბარი, რომელიც კიევ-პეჩორის ლავრიდან გაძევებულ მღვდლებზე ამ აქტზე იძახის, რომ ეს არის ბოროტება და ანტიქრისტიანობა, მე ვერ შეგაცვლებინებ თვალსაზრისს, იმიტომ რომ ეს არის ბოროტი ხედვა, ასე ხედავ, ასე აღიქვამ ამ მოვლენას. სინამდვილეში ეს არის რუსეთის საპატრიარქოს გაძევება კიევიდან, აი ამ სამონასტრო კომპლექსიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს საპატრიარქო ეწევა მავნებლობას, როგორც კიევის უკრაინის მიმართ, ისე ჩვენ საქართველოს მიმართ ბევრი მავნებლობა აქვს გაკეთებული აი ამ რუსეთის საპატრიარქოს და მე მოკლედ გეტყვით, მაგრამ კომენტარებში ჩავაგდებ 3 კომენტარს. ერთი ვრცელი პოსტი იყო, მაგრამ კომენტარში არ ეტევა და ამიტომ მე დავანაწევრე, ასე ვთქვათ და ჩავაგდებ. თუ რა აქვს გაკეთებული რუსეთს ცუდი ჩვენთვის რელიგიის მხრივ, სულიერების მხრივ. დიახ, აი რატომ გასაკვირია, რატომ ბოროტო მეტყველებთ ეს ქართველები, რა დაგიშავეს უკრაინელები. კარგი სმეტი არაფერი გაუკეთებიათ, აი ჩვენ გავიხსენოთ აფხაზეთი, რომ ჯერ ესეთი აფხაზეთშიც იბრძოდნენ ქართველების გვერდით უკრაინელებიდან. მერე კიდევ სოხუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინელმა გემებმა მოახდინა. კოდორის ხეობაში უკრაინელი ფრინავები დაეხმარნენ ვერტმფრენებით ქართველ ტოლვილებს, გადაარჩინეს ბევრი რისკის ფასად. რისკი იყო, იმიტომ რომ ჯერ იყო რომ მათზე შეტევა განახორციელებინათ ტრებს და მეორე კიდევ დაშვებულზე მეტი ადამიანის რაოდენობას სვამდნენ ვერტმფრენში, რაც ჩამოგდების საფრთხეს ამზაფრებდა, ასე ვთქვათ, ხო? და რუსეთმა ბოროტების მეტი არაფერი გაგვიკეთა. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რომ გამორეკეს ქართველი მღვდელ მონაზვნები, აკრძალეს ქართულად წირვა ლოცვა, ეს უკრაინელებმა გაგვიკეთეს თუ რუსებმა? ეკლესიები რომ შეღებეს, გადაღებეს და ქართული წარწერები მოაშორეს იქიდან, ვინ გაგვიკეთა ეს? დიახ. დაგიწერთ მე კომენტარებში, კიდე ხა მოკლედ არ მინდა, მე ჩემი აზრი მინდა ვთქვა, მაგრამ ის რაც აი პოსტში წერია, მიმოხილვა მთლიანად რა გააფუჭა რუსეთმა საქართველოში სულიერების მხრივ, ამას ცალკე კომენტარებში ჩაგიგდეთ.
აი ისიც რა იყო ეს, აი სვეტი ცხოველში რომ ყოფილიყვნენ, ახლა რუსი მღვდლები, რომლებიც რუსულად წირავენ და ეწევიან ანტიქართულ საქმიანობას და ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობას და ჩვენ გამოგვერეკავ თქვათ ისინი და შეგვეყვანა ქართველი მღვდლები. აი ეგ გააკეთეს უკრაინამ. ბევრი თქვენთაგან, აი თქვენ ვინც ამას ანტიქრისტიანულ აქტად მიიჩნევთ, ქრისტეს ეპოქაში რო ყოფილიყავით მაცხოვრის პირად მოსვლის დროს, როდესაც მან ვაჭრები გამოყარა შოლტისცემით ეკლესიიდან, ტაძრიდან, ღვთისმგმობელობაში დაადანაშაულებდით მასაც. იგივეს აკეთებთ ახლა თქვენ ფაქტიურად. იმიტომ რომ ასე ხედავთ, ბოროტად ხედავთ. რატომ ეს ხედვა ერთჯერადი აქტი არ არის, ესე დანახვის? იმიტომ რომ ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული აი რუსული ნარატივების მიღებით, აი ამ სულში, აი ამ საწამლავის მიღებით, რომ ქართველებმა დავიწყეთ ომი და მოვაწყეთ აფხაზების და ოსების გენოციდი და ასე შემდეგ, რასაც ეს რუსეთის ბოროტების იმპერია ავრცელებს. იმის მიღებით ჩამოყალიბდა ბოროტი ხედვა და ეხლა მე ვერ გადაგარწმუნებ. დიახ. ეს ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს დამახინჯებული, სულით დანახებული მოვლენაა და ხა, მაგრამ რა ვიცი, აბა რა ვინ უნდა გადაგარწმუნოთ ამაში, ხა ვერანაირი არგუმენტი თქვენზე ვერ იმოქმედებს. მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებისთვის, ვის შეუძლია მოსმენა და აი დაფიქრება და მოყრის და მტრის გარჩევა ერთმანეთისაგან. სხვათა შორის, რაც შეეხება ეკლესიიდან მღვდლების გაძევებას, დავით აღმაშენებელმა, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, უარესი გააკეთა. ეკლესიის რეფორმა ჩაატარა და დასაჯა მომხვეჭელი ქთამისტი მღვდლები, ასე ვთქვათ. და ქვეყნის აღშენებლობა ამით დაიწყო. სხვათა შორის რუსეთშიც პეტრე პირველმა ეკლესიის რეფორმით დაიწყო აღშენებლობა, სახელმწიფოს აღშენებლობა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ეკლესიაში მოიმატებს ეშმაკის მსახურები და ეკლესიის გაწმენდა აი ამ მანკიერებებისგან, ეს ერის სულიერ გაჯანსაღებას ემსახურება და შესაბამისად ერი წარემატება უკვე შემდეგ თუ არა და განსასწრელზე მოდის, მაგრამ ჩვენ ჭკუას ვერ ვსწავლობთ მაინც ქართველები. და ასევე კიდევ ერთი მინდა გითხრათ. აი ამით რაც ახლა ნარატივებს უშვებენ, ასე ვთქვათ, ხო? უკრაინის საწინააღმდეგო, ჩვენი მეგობრების საწინააღმდეგო. უკრაინა ჩვეულებრივი ქვეყანაა, თავისი ავით და კარგით. იქ ვიღაცები არიან კარგი ადამიანები, ვიღაცები ცუდები, ვიღაცები ძალიან ცუდები, ვიღაცები ძალიან კარგები. ჩვეულებრივი ქვეყანაა. რუსეთი ახდენს დემონიზირებას უკრაინის, მტრის ხატის შექმნას და სამწუხაროდ ქართველები ამას იმეორებთ. მოყვარე აღარ გინდათ თქვენ, აი ხალხო, მეგობარი არ გინდათ. ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია, უთქვამს სულნად შოთას. რუსებს არ უნდა თქვენთან მეგობრობა. მას სჭირებით როგორც მონა. და ეს შენი მოძალადე უნდა გიყვარდეს, კაცო, მე არ მესმის რა, ეს სტოკჰოლმის სინდრომი გჭირს ქართველებს თუ რა გჭირს, რომ ჩვენ მოძალადე, რომელმაც დაგმართა არაერთხელ უბედურება, კიდევ იმის ხარეს იჭერ. მტრის ხატის შექმნა ხდება, იქ ელგეტების თემით მარიპულირება, იქ აგე ეკლესიებს რას უშვებიან და აბა ესე და ზიზღი და სიძულვილის გაღვივება. ქართველი ერი აცდენილი ვართ ქრისტიანობას ჩვენ. იმიტომაც არის განსასწრელი და კიდევ იქნება. ცალკეულ ადამიანებში არის ქრისტიანობა, დიახ, ამაში ბრწყინავს უფალი ცალკეულ ადამიანებში, მაგრამ ერში დაკნინებულია ქრისტიანობა. ფსევდოქრისტიანობა, სუროგატი რაღაცა. ფსევდოქრისტიანობა წარმოდგენილია ჭეშმარიტებად. და ვერ მოვდივართ გონზე კიდე. უფალმა შეგვიწყალოს.
უფალმა მოგმადლოს კეთილგონიერება, რათა გავარჩიოთ სიკეთე ბოროტებისაგან. რადგან ვაი მას, როგორც ესაიას წიგნში წერია, ვაი მას, ვინც ვერ არჩევს ამას, ვინც ბოროტს კეთილს ეძახის და კეთის ბოროტს, ასეთი ერი და ასეთი სახელმწიფო და ასეთი ადამიანი განსაცდელს მოიწევს და ასეც ხდება კიდევაც. მოგმადლოს ღმერთმა ჩვენი საკუთარი შეცდომების დანახვის და ცოდების დანახვის უნარის და უფალმა შეგვიწყალოს ჩვენ და მთლიანად სრულიად საქართველო. მშვიდობა, გამარჯვება, გამძლეობა და მშვიდობა მისცეს უკრაინას. ამინ.